ახალი წესრიგი ქართულ სკოლებში დასწრება თუ მოსწრება და უფრო მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის კარგი ქცევა თუ კარგი სწავლა. არის თუ არა დისციპლინა სასკოლო განათლების უმთავრესი პრობლემა. როგორ აპირებს ხელისუფლება მასწავლებელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალი მთავრობა პედაგოგებისთვის ხელფასის მატების პირობას დებს. პრიორიტეტი რჩება უცვლელი, ეს არის მასწავლებლებისთვის ხელფასების და მოგეხსენებათ, რომ პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში უკვე ახალი სახელმწიფო განაკვეთები და 25 ლარით გაეზარდა მასწავლებლებს ხელფასები, ასევე გაიქევა პირველი სექტები და დამატებით 25 ლარიანი. მთავარი პრიორიტეტი ეს არის მასწავლებელი, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მასწავლებლის მონაწილეობის გარეშე ბუნებრივია ეს წარმოუდგენელია. პრეზიდენტმა გააკეთა წლის დასაწყისში განაცხადი, რომ ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანი კი რეაბილიტაციები კარგია და ფორმის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ შინაარსს უნდა მივაქციოთ, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი ყურადღება. არის თუ არა ხელფასი ერთადერთი პრობლემა ქართველი პედაგოგებისთვის და გამოიწვევს თუ არა ხელფასის ზრდა ავტომატურად სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. პედაგოგთა პროფკავშირები პარლამენტისგან კანონში ცვლილებებს და პედაგოგთა შრომითი უფლებების დაცვას ითხოვს. კიდევ ერთი სადაო თემა, ზღუდავს თუ არა ხელისუფლების მიერ შემუშავებული მასწავლებელთა ქცევის კოდექსი მასწავლებლების უფლებებს. და იგი იგნება სკოლებში განათლების ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ და რატომ იცავს პედაგოგების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას შინაგან საქმეთა მინისტრი. სთხოვს თუ არა ვანო მერაბიშვილი მასწავლებლებს ურჩი მოსწავლეების დასმენას და რას ემსახურებოდა მისი საშობაო მიმართვა მასწავლებლებისადმი. იქნება თუ არა ახალი წესრიგი სკოლებში, დებატები დღეს თოქ-შოუში ბარიერი. საღამოშტობის მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია პროგრამა ბარიერი, მე ალექსანდრე ელიციაშვილი გახლავარ, ჟურნალისტი გადაცემას დღეს მე გავუძღვები. ცოტა გადაცემა გავაკეთეთ თუ ბევრი, ბოლოს და ბოლოს ყველაზე მთავართან, ყველაზე მნიშვნელოვანთან მივედით. დღეს განათლების შესახებ ვისაუბრებთ და განათლების სფეროში ალბათ ყველაზე სათუთ, ყველაზე ფაქის და ყველაზე საპასუხისმგებლო სასკოლო განათლებაზე ვისაუბრებთ. რა ხდება ჩვენ სკოლებში, როგორი საქართველო იზრდება სკოლის მერხებთან, რა ცოდნას გასცემენ ქართველი პედაგოგები, რამდენად არიან ისინი დაცულნი ზოგადად, უზრუნველყოფილნი სოციალურად, რამდენად დაცულია მათი უფლებები და რა ცოდნას იღებენ მოსწავლეები, რა ცოდნით აპირებენ ისინი მაგალითად უმაღლეს სასწავლებლებში მისვლას. დაძლევენ თუ არა სკოლაში მიღებული ცოდნით ისინი მაგალითად ყბადაღებული თუ სახელოვანი თუ სახელგანთქმული უნარების ტესტის ჩაბარებას და ასე შემდეგ. ბევრი თემაა სასკოლო განათლებაში, ვეცდებით რომ ყველა თემა მეტნაკლებად მოვიცვათ, მაგრამ სანამ ჩვენი დისკუსიის გადაცემის მონაწილეებს წარმოგიდგენდეთ, ჩემთვის ერთი გამაოგნებელი ფაქტი უნდა ვთქვა, 2 დღის განმავლობაში საქართველოს განათლების სამინისტროსთან ვაწარმოებდით ყველაზე ინტენსიური მოლაპარაკება რაც შეიძლება აი იმას სწორედ და 2 დღის თავზე მივიღეთ პასუხი რომ არც ერთი მოხელი მინისტრიდან დაწყებული უბრალო რიგი ჩინოსნამდე დამთავრებული არ მოვა ჩვენს გადაცემაში და არ მოვიდა ჩვენს გადაცემაში. პირადად ჩემთვის ეს არის გამაოგნებელი. ერთი ვიფიქრე რომ ახალი მინისტრის მისვლის შემდეგ პროკურორული წესრიგი დამყარდა განათლების სამინისტროში და ყველას ეშინია თავისი აზრის გამოთქმის. ეს არის ერთი რაც თავში მომივიდა და მეორე რაც ვიფიქრე ძალიან ცუდად არის იმ ქვეყანაში საქმე, სადაც განათლების სამინისტროს წარმომადგენლები თავს არიდებენ საზოგადოებასთან ურთიერთობას, თავს არიდებენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვებისთვის პასუხის გაცემას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, არა შინაგან საქმეთა, არა თავდაცვის და ასე შემდეგ უწყებების წარმომადგენლებზე. მოკლედ ეს მძიმე შესავლის შემდეგ წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს, ქალბატონი თამარ ნუცუბიძე, თია თუთბერიძე, დავით ზურაბიშვილი, იანთაძე, გია მურღულია. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მივესალმებით არბაში მსხვერპლ პედაგოგებს, შოვლებს. დიდი მადლობა ყველას ჩვენთან მობრძანებისთვის. ბატონ გია. თქვენგან დავიწყებ, თქვენით დავიწყებ 24 სკოლის დირექტორით. რა ხდება? აი მაგალითად თქვენ სკოლაში. განათლების რეფორმა როგორ აისახება? ახლა წინასწარ ვერ ვიცინასწარ უცბად გითხრათ თუ რაც შეიძლება უცბად. მოგესალმებით ყველას, ტელემაყურებელს, აქ დამსწრე საზოგადოებას, მადლობთ მოწვევისთვის. ერთი ალეკო მინდა თქვა რომ ჩვენ რო აქავთ ყველანი ეს იმას ნიშნავს რომ არანაირი შიშის სინდრომი აქ არ მოქმედებს ნამდვილად. მე ვერ ვგზნობ ყოველ შემთხვევაში ერთი აფსარის სიმშინები არასდროს და თუმცა ახლა სკოლის დირექტორმა მასწავლებელმა შიში როგორ და რატომ უნდა იგრძნოს სრულად გაუგებარია ჩემთვის პირადად. ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვას.
რა ხდება სკოლაში, როგორ არის რეფორმის საქმე და ასე შემდეგ. აბსოლუტური არაფერი არ არის. არის პოზიტივი, არის ნეგატივი, არის რასაც ვახერხებთ და რასაც ვაკეთებთ, არის ის, რასაც ვერ ვაკეთებთ. ძალიან მარტივად გეტყვით თითოეული ამის შესახებ და შეძლებს დაგვართ მოკლედ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ის რაც ხდება ერთ სკოლაში არ შეიძლება იყოს საერთო სახე. იმიტომ რომ არის შედარებით წარმატებული სკოლები, არის სკოლები, სადაც უფრო მეტი პრობლემაა. თქვენ სკოლას რომელს განეკუთვნებთ? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თავად შუაში ვართ. მე არა ვარ მაყოფილი იმით, რაც ხდება და ესეც ის ყველა შევა მასწავლებელმა და ყველა შევა მოსწავლემ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღე ლაპარაკობთ იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ იქ ვითარება. თუმცა ბევრი რამე გვიშლის ხელს. სიმართლე გითხრათ, ერთგვარად რაღაცნაირ ესეთ სიმბოლურ ალყაში არის დღევანდელი სკოლა. რატომ? პირველ რიგში იმიტომ რომ აქაც ითქვა და დიდი ჭეშმარიტება არ არის ახლა ესა რომ განათლების ხარისხის უპირველესი წინაპირობა არის კარგი მასწავლებელი, კომპეტენტური მასწავლებელი. სკოლას არ აქვს საშუალება რომ დააკომპლექტოს სკოლა იმ მასწავლებლებით, რაც საჭიროა განათლების მაღალი ხარისხისთვის. ეს არის ერთი პრობლემა, რასაც ალბათ ნებისმიერი სკოლა განიცდის. თუმცა ეს უნდა გითხრათ, რომ მთელ მსოფლიოში საჯარო სკოლების პრობლემა არის და ამიტომაც არის რომ საჯარო სკოლა არსად არ ჯობია კერძო სკოლას მსოფლიოში არსად. ეს ერთი. მეორე, მასწავლებლის мотиваციის გარეშე ძალიან ძნელია განათლების მაღალი ხარისხის მიღწევა. ხელფასია мотиваტორი არის? უნდა გითხრათ, რომ მარტო ხელფასი არა. თქვენ აქ კითხვა დასვით და ამასაც ბარემ გავცემ პასუხს, რომ აი თქვა ყველაფერი კარგად რო იყოს ამ ხრივ. ხვალიდან ჩვენს პედაგოგებს რო დაენიშნოთ 1000 ლარი ხელფასის ფაზე. ეს ავტომატურად გააუმჯობესებს და ამაღლებს თუ არა სწავლების ხარისხს. რა თქმა უნდა არა. გასაკვირველი არა. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი პროფესიით გონივრული და ღირსეული ცხოვრების უფლება და შესაძლებლობა. ბუნებრივია, ძალიან კარგია ის, რომ რაღაცა ტენდენციები ჩანს, იზრდება რაღაცა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ და ამას ყველა აღიარებს ახლა ისინი, ვინც უმატებენ და ისინი, ვისაც უმატებენ, რომ ეს არ არის საკმარისი და ამიტომაც დღეს ეკეთება განცხადებები, რომ უახლოეს ხანს ეს გაიზრდება, ასე ვთქვათ. მესამე მომენტი არის ის, რაც იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტიც კი იყოს. დღევანდელ სკოლას სახელმწიფოზე მეტად სჭირდება საზოგადოების თანადგომა და დახმარება და შესაბამისი განწყობები საზოგადოებაში, რომ მან წარმატებას მიაღწიოს. და უნდა გითხრათ, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა მე მეჩვენება, რომ თლათ ადეკვატური არ არის. რა იქნებოდა ადეკვატური? როგორი მხარდაჭერა? საზოგადოების დაინტერესება სასკოლო პრობლემატიკით, საზოგადოების დაინტერესება რეალურად მართლაც განათლების მაღალი ხარისხით, მოდი უფრო მძაფრად ვიტყვით, საზოგადოების საკმაოდ მოზრდილი ნაწილის დაინტერესება საკუთარი შვილების ბედით. მე მინდა გითხრათ, რომ ხანდახან მეჩვენება, რომ ეს დაინტერესება თლათ არსებითი არ არის. იმის გამო, რომ ძალიან ხშირად, როდესაც გარკვეული პრობლემებია სკოლაში და ამ პრობლემებს რადალევს, მშობლების დაინტერესება იმით, რომ ეს პრობლემები მოაშოროს და აარიდოს საკუთარ შვილებს, ხანდახან არის ხოლმე მინიმალური. მე პირდაპირ მინდა გითხრათ ერთი ასეთი აზრი, რომელიც შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამაში, ახლა რასაც ვთქვი. პირადად მე ნომერი პირველი პრობლემა რაც მაქვს, რაც ხელს მიშლის იმაში, რომ ჩვენი სკოლა იყოს უკეთესი, ვიდრე არის დღეს, ეს არის საზოგადოების მენტალობის უარესი გამოვლინებები. საქართველოში არის უზარმაზარი ღირსება, გიждები ამ ქვეყანაზე ესენი მიყვარს და ეს არის ჩვენი ბედნიერება, რომ საქართველოში დავიბადეთ, მაგრამ მეორე მხრივ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებაში არის ისეთი, ასე ვთქვათ, ხარვეზები მენტალობის თვალსაზრისით, რაც სერიოზულად აფერხებს დღევანდელი სკოლის კარგი, აუცილებლად ჩაგიკითხებით ბატონ გია შემდეგ ამ საზოგადოებრივ მენტალობას. ხალბატონ თამარ, საკრებულოს. ბოდიშ ხდის, ბატონო, მინდა დავამატო, რომ ეს არის პრობლემები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლა გულხელდაკრეფილია, არაფერს აკეთებს და ასე და ასე შემდეგ. ბევრი კარგი რამ კეთდება და იმედი მაქვს, რომ როგორც შემა შესაძლოა აუცილებლად საშუალება, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ და ისე ვთქვათ. ძალიან ფაქის თემაზე საუბრობთ. ძალიან ფაქის. მეც მქონდა ბედნიერება, ვიტყვი ბედნიერება ჩვენახევარში არ შემოვიყავი ისტორიის მასწავლებელი და მივხვდი, რომ ეს თანამასწავლებლობა არ გამოდის. ხელფასის დაბალი იყო, სიმართლე გითხრათ, უფრო მეტი რო ყოფილიყო, უფრო მეტი სტიმული მექნებოდა, მაგრამ ეს ჩემთვის პირადად არ იყო არსებითი.
მივხვდი რომ უნდა იყო მასწავლებელი და მორჩა. ჩემთვის იყო ეს უნდა იყო მასწავლებელი და წერტილი. თან ის ჟურნალისტო, თან იმასწავლებელი